გამარჯობა ყველას. დღეს ჩვენ შევხედავთ სხვადასხვა სამარცხვინო ცნობილი საყვარლების ცხოვრებას ისტორიიდან. ბრწყინვალების, სიმდიდრისა და სამეფო ყურადღების მიღმა იმალებოდა ისტორიები, რომლებიც აღინიშნებოდა სკანდალით, მანიპულაციით, ღალატითა და გულგატეხილობით. ამ ქალებმა მოხიბლეს მეფეები, არისტოკრატები და გავლენიანი მამაკაცები, თუმცა მათი ცხოვრება ხშირად ტრაგედიად მთავრდებოდა. დრამატული რომანებიდან დამანგრევალ დაცემებამდე, აქ არის 5 ცნობილი ქალი, რომელთა ცხოვრებასაც განსაკუთრებული შედეგები მოჰყვა. გლადის ტიქონი ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი მე-20 საუკუნის დასაწყისში. მაგრამ მისი ცხოვრება ტრაგედიად იქცა. ექსპერიმენტული პლასტიკური ქირურგიის კატასტროფული შედეგებით, არეულ-დარეული სასიყვარულო ცხოვრებით და თანდათანობით დამზიმებული ფსიქიკური ჯანმრთელობით. შემომიერთდით, როცა მის ისტორიას გავეცნობით. გლადის მარი დიკონი დაიბადა 1891 წლის 7 თებერვალს პარიზში, ბრაიტონის სასტუმროში. ის იყო ედუარდ პარკერ, დიკონისა და ფლორენს მერი დიკონის 5 შვილის უფროსი. ედუარდი წარმოშობით იყო მდიდარი და ოდესღაც ძალიან ცნობილი ოჯახის წევრი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონიდან. ფლორენსი იყო უკანა ადმირალი, ჩარლზ ჰენრი ბოლდუინის ქალიშვილი, რომელიც იყო საზღვაო სარდალი და მონაწილეობდა 1846-1848 წლების მექსიკა-ამერიკის ომში და 1861-1865 წლების ამერიკის სამოქალაქო ომში, რის შედეგადაც მან მოიპოვა რეპუტაცია როგორც ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო საზღვაო სარდალს. ედუარდი და ფლორენსი დაქორწინდნენ 1869 წლის გვიან გაზაფხულზე და გლადისი დაიბადა 2 წელზე ნაკლებ დროში. გლადისის ადრეული ცხოვრება ძალიან არეულობით გამოირჩეოდა, ძირითადად მისი მშობლების ქცევის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მათ შვილების რაოდენობა იზრდებოდა, მათი ქორწინება ბედნიერი არ ყოფილა და წლების განმავლობაში ეს ღალატში გადაიზარდა. ერთ-ერთი ასეთი ღალატი საბოლოოდ საბედისწერო აღმოჩნდა. 1892 წლის გაზაფხულზე, გლადისის მე-11 დაბადების დღის შემდეგ, მისმა მამამ ემილ ებეს ესროლა და მოკლა. მისი ცოლის საყვარელი სასტუმრო სპლენდიდის ბინაში, ქანში, საფრანგეთის რივიერაზე, რომელიც ფლორენსმა და ემილმა იქირავეს. ედუარდი იქ მოულოდნელად მივიდა და როცა ოთახში თავისი ცოლისა და მისი საყვარლის საუბარი გაიგონა, სასტუმროს პერსონალი დაარწმუნა, კარი გაეღოთ და შემდეგ ემილ აბეს ესროლა და მოკლა. ეს იყო დრო, როცა ფული და გავლენა ადვილად აქრობდა ისეთ სერიოზულ ბრალდებასაც კი, როგორიცაა მკვლელობა და ედუარდმა შეძლო საქმე მკვლელობის ბრალდებიდან არა განზრახ მკვლელობის ბრალდებამდე შეემცირებინა, რის გამოც მხოლოდ 1 წლით მიუსაჯეს პატიმრობა. შემდეგ იგი ფრანგულმა მთავრობამ შეიწყალა. ამ ეტაპზე გლადისი დროებით მონასტერში გაგზავნეს, თუმცა რამდენიმე კვირაში დედამ იგი ფაქტობრივად გაიდაცა იქიდან, რათა დარწმუნებულიყო, რომ ის მამამისის მეურვეობაში აღარ დაბრუნდებოდა. მალე, ამის შემდეგ, გლადისის მშობლები განქორწინდნენ. იგი იძულებული გახდა ამერიკაში დაბრუნებულიყო და მამასთან ერთად მისი მშობლიური, ახალი, ინგლისში ეცხოვრა. ამ პერიოდში იგი მასაჩუსეტსის ჰოვარდის სემინარიაში სწავლობდა. შემდეგ წლებში მისი მამის ფსიქიკური ჯანმრთელობა გაუარესდა და 1899 წელს იგი ახალი ინგლისის მაკლინის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. ის 2 წლის შემდეგ, 1901 წელს გარდაიცვალა. ამ დროს გლადისმა და მისმა დარჩენილმა სამმა დაგზმამ მამის დიდი ქონების თითო მეოთხედი მიიღეს მემკვიდრეობით. ამ დროისთვის გლადისი და მისი და-ძმები ევროპაში დაბრუნდნენ, რათა დედასთან ერთად საფრანგეთში ეცხოვრათ, თუმცა ისინი ხშირად სტუმრობდნენ იტალიას და ინგლისსაც. იმ დროისთვის, როცა მისი მამა ფსიქიატრიულში მოათავსეს, გლადისი უკვე ლამაზი ახალგაზრდა ქალად გვაოდა, რომელსაც პარიზის ბელ ეპოქის მრავალი ცნობილი მხატვარი ხატევდა და ასახავდა. ცნობილმა ფრანგმა მწერალმა მარსელ პრუსტმა მასზე თქვა: მე არასოდეს მინახავს გოგონა ასეთი სილამაზით, ასეთი ბრწყინვალე გონებით, ასეთი სიკეთით და მომხიბვლელობით. შესაბამისად, 1890-იანი წლების ბოლოსბუთო იგი რომანტიკულად აკავშირებდნენ დასავლეთ ევროპის არისტოკრატიიდან მრავალ პიროვნებასთან, მათ შორის პრუსიის მემკვიდრე პრინცთანაც. მათ შორის ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. 1897 წელს, როდესაც გლადისი ჯერ კიდევ მხოლოდ 16 წლის იყო, იგი მიიწვიეს ინგლისში, ბლენჰეიმის სასახლეში, რომელიც სპენსერ ჩერჩილების ოჯახის რეზიდენცია იყო. ამ ოჯახის მეთაური კი ჩარლზ სპენსერ ჩერჩილი, მარლბოროს მე-9 ჰერცოგი გახდათ. 1895 წელს მარლბორომ იქორწინა კონსუელო ვანდერბილტზე, უზომოდ მდიდარ ამერიკელ მემკვიდრეზე, ვანდერბილტების რკინიგზისა და ფოლადის ოჯახის ქონების მემკვიდრეზე, რითაც გადაარჩინა სპენსერ ჩერჩილების ოჯახი იმ დროისთვის არსებული ქრონიკული ფინანსური პრობლემებიდან. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მარლბოროსა და ვანდერბილტის ქორწინება ფინანსური და სოციალური თვალსაზრისით მომგებიანი იყო, ეს არ ყოფილა ბედნიერი კავშირი.
და როცა გლადისი უფრო ახლოს გაეცნო მარლბოროს, მალე ჰერცოგთან ქორწინების გარეშე რომანი გააბა. რომანი, რომელიც გაგრძელდა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სანამ ჰერცოგი და მისი პირველი ცოლი განქორწინდებოდნენ. 1900-იანი წლების დასაწყისიც გამორჩეული იყო იმით, რომ გლადისი ერთ-ერთი პირველი ცნობილი წარუმატებელი პლასტიკური ქირურგიის შემთხვევის მონაწილე გახდა მსოფლიოში. 1903 წელს, როცა ის მხოლოდ 22 წლის იყო და მიუხედავად მისი აღიარებული სილამაზისა, გლადისმა გაიკეთა კოსმეტიკური ქირურგიის ადრეული ფორმა, რომლის დროსაც პარაფინი შეუყვანეს ცხვირსა და კბის ხაზში, იმისათვის რომ უფრო გამოკვეთილი ყოფილიყო. ბოტოქსის ინიექციების ამ ადრეულმა წინამორბედმა შედეგი ვერ გამოიღო. პარაფინი, რომელიც მას კბის ხაზში შეიყვანეს, ნიკაპთან შეგროვდა და იქ დიდი გუნდები წარმოიქმნა, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩა მას. ამ წარუმატებლობის მიუხედავად, ის მაინც დიდი ინტერესს იწვევდა მე-20 საუკუნის დასაწყისის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებში. ის ძალიან განათლებული იყო, მაგრამ ამავდროულად მიუწვდომელიც. მაგალითად, ის ერთდროულად შეიძლება ყოფილიყო როგორც კომუნიკაბელური, ასევე განმარტოებული. ხშირად ეძებდა მწევლებისა და მხატვრების გაცნობას, მაგრამ მალევე უარს ამბობდა ამ მეგობრობებზე, თითქოს და უმიზეზოდ. ამ მეგობრობათაგან რამდენიმე შედეგად მისი პორტრეტი დაიხატა წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ჯოვანი ბოლდინის მიერ, რომელიც იყო ცნობილი იტალიელი მხატვარი მე-20 საუკუნის დასაწყისში და რომლისთვისაც გლადისი 1901 წელს პოზირებდა. და კიდევ ერთი პორტრეტი დაახლოებით იმავე პერიოდის, რომელიც ჯონ სინგერ სარჯენტმა, ამერიკელმა ემიგრანტმა დახატა, რომელიც ითვლებოდა წამყვან პორტრეტისტად ინგლისში 1900-იან წლებში. ბოლო პორტრეტი შესაძლოა გლადისის წარუმატებელი კოსმეტიკური ოპერაციის შემდეგ იყოს დახატული, რადგან პორტრეტზე მასახის ქვედა ნაწილი ველითავს დაფარული. მისი წარუმატებელი კოსმეტიკური ოპერაციის მიუხედავად, მისი ურთიერთობა მალბოროს ჰერცოგთან გაგრძელდა 1900-იან და 1910-იან წლებში. ამ პერიოდში ჰერცოგის ქორწინება ფაქტობრივად ღია ურთიერთობა იყო და კონსუელო თავადაც იყო რომანში ფრანგ მამაკაცთან, სახელად ჟაკ ბალსანთან, რომელიც ევროპული ავიაციის ერთ-ერთი პიონერი იყო. საბოლოოდ 1921 წელს კონსუელომ და ჰერცოგმა გადაწყვიტეს განქორწინება, რათა თავიანთი სხვა ურთიერთობები გაებრძელებინათ. კონსუელო მალევე დაქორწინდა ბალსანზე, ხოლო გლადისმა და მალბოროს ჰერცოგმა იმავე წელს 25 ივნისს პარიზში იქორწინეს. საინტერესოა, რომ გლადისისა და ჰერცოგის ქორწინებამ, რომელიც 20 წლიანი ნახევრად ფარული რომანის შემდეგ შედგა, ბედნიერი არ აღმოჩნდა. 1920-იან წლებში გლადისი, რომელიც ამ დროისთვის უკვე 40-იან წლებში იყო და უახლოვდებოდა იმ ასაკს, როცა მამამისის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, თავადაც სერიოზული ფსიქიკური პრობლემების განვითარება დაიწყო. მისი მამის დედასაც სიბერეში ფსიქიკური არასტაბილურობა აწუხებდა. მისი ფსიქიკური პრობლემების გენეტიკურ კომპონენტს ემატებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩენილი დეფორმაცია, რომელიც წარუმატებელმა კოსმეტიკურმა ოპერაციამ გამოიწვია, ასევე ის ფაქტი, რომ მას და მალბოროს შვილები არ ჰყავდათ. ამ ყველაფრის შედეგად, ჰერცოგსა და გლადის შორის ურთიერთობა ბლენჰეიმის სასახლეში სულ უფრო დაძაბული ხდებოდა. უნდა ითქვას, რომ ამ დაძაბულობისთვის ძირითადად გლადისი იყო პასუხისმგებელი. პირველ რიგში მან დაჟინებით მოითხოვა, რომ სასახლის მთავარ პორტიკებსა და კარებებზე მისი თვალების დიდი სურათები დაეხატათ. შემდეგ მას ბლენჰეიმის სპანიელების გამრავლებისა და გაზრდის აკვიატება გაუჩნდა. მისი ცოლის ძაღლების მოშენებით გადაჭარბებული გადაცემა აშკარად არ მოსწონდა ჰერცოგს. სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა 1927 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჰერცოგი რომის კათოლიკედ მოექცა. 1920-იან წლების ბოლოსთვის მას ღამით საწოლის გვერდით რევოლვერი ედო. იმ შემთხვევაში თუ ჰერცოგი, რომელიც იმ დროისთვის სხვა ოთახებში იძინებდა, მის ნახვას შეეცდებოდა. ერთხელ სადილის წვეულებაზე ბლენჰაიმში გლადისი სადილად ქვემოთ იარაღით ჩავიდა და როცა დაჯდა იარაღი მაგიდაზე, მის გვერდით დადო სტუმრების წინაშე. როცა ერთმა მამაცმა სტუმარმა ჰკითხა, რას აკეთებდა რევოლვერით, გლადისმა უპასუხა, ციტირებ: არ ვიცი, შეიძლება მარლბორო დავახალა. იგი ასევე ცნობილია იმით, რომ ქმარზე დამამცირებლად საუბრობდა და ამბობდა, რომ კაცზე კი არა, სახლზე იქორწინა. 1930-იანი წლების დასაწყისისთვის მალბოროს აშკარად მობეზრდა თავისი ცოლის სულ უფრო არასტაბილური ქცევა. 1931 წელს მან ცოტა ხნით დატოვა ბლენჰემი, მაგრამ მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც გლადისის სასახლიდან გაძევების დაგეგმვას დასჭირდა. 1933 წელს მან გლადისის ყველა მსახური გაათავისუფლა და უთხრა, რომ დაეტოვებინა სასახლე. მათი ქორწინება ფაქტობრივად დასრულდა, თუმცა ისინი არასდროს განქორწინებულან, რადგან მარლბორო 1934 წლის ზაფხულში ნაადრევად გარდაიცვალა, მაშინ როცა განქორწინების საბუთები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში იყო.
გლადეს ფინანსურად თავის შენარჩუნების უნარი არ აკლდა Marlboro-სთან განშორების შემდეგაც. ამიტომაც თავისი მრავალი ძაღლით გადავიდა საცხოვრებლად ჩრდილოეთ ოქსფორდშირში. შემდეგ კი ცხოვრობდა იქ და მეორე სახლში, Grange Farm-ში, Chatham-ში, Northamptonshire-ში. თუმცა მისი ქცევა კიდევ უფრო უარესდებოდა. ერთხელ, როდესაც Marlboro-სთან დაშორების პერიოდში მასთან ჟურნალისტი მივიდა და კითხვები დაუსვა, მან წყლით სავსე ვედრო გადაასხა მას თავზე. უფრო ზოგადად, 1930-იანი წლების შუა პერიოდიდან გლადისი სულ უფრო და უფრო განმარტოებული გახდა. ის იმდენად მდიდარი იყო, რომ შეეძლო დანარჩენი სამყარო გაერიდებინა და პრაქტიკულად მხოლოდ თავისი უამრავი შინაური ცხოველით შემოეხვია თავი. ბიოგრაფები ამტკიცებენ, მათზე დაყრდნობით, ვინც მას 1930-იანი წლების შუა პერიოდიდან იცნობდა, რომ გლადისი სულ უფრო ფანატიკოსი ხდებოდა. და თავს ირჩობდა თავისი ადრეული ცხოვრების მოგონებებით პარიზის, ლონდონისა და რომის არტისტულ და მაღალ საზოგადოებაში. ამ პერიოდში მან გაიცნო ისეთი პიროვნებები, როგორიც იყვნენ Marcel Proust-ი, იმპრესიონისტი მხატვარი, Claude Monet და მოქანდაკე Auguste Rodin. თუმცა 1950-იან წლებში მისი ქცევა იმდენად არასტაბილური გახდა, რომ ხელისუფლებამ ვეღარ უგულებელდა. მაგალითად, მას ჩვეოდა, რომ შუაღამით დაერეკა ადამიანებისთვის, რომლებსაც 10 წლეულები არ შეაშეხვედრია, ან სულაც უცნობებისთვის. ის ასევე ცნობილი იყო იმით, რომ ემუქრებოდა ადგილობრივ ბავშვებს, რომლებიც ცდილობდნენ მისი ბაღიდან ვაშლების წაღებას, რომ ესროდა მათ. გარკვეული დროის შემდეგ ადგილობრივი საზოგადოება შეშფოთდა, რომ ის მართლაც შეასრულებდა ამ მუქას. ამგვარად, 1962 წელს იგი სტენტო ენდრიუს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. იქ ის უცნაურ პაციენტად დარჩა, კვლავ ინარჩუნებდა ინტერესს პოლიტიკისა და საზოგადოების ფართო სამყაროს მიმართ და ასევე აწარმოებდა დღიურს. ყველაფერი ეს ქმნიდა შთაბეჭდილებას. თითქოს იგი სრულიად გონიერი იყო, მაგრამ მისი ქცევა ისევე სწრაფად შეიძლებოდა პრობლემური გამხდარიყო. გლადის დიკონი საბოლოოდ გარდაიცვალა სენტ ენდრიუს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 1967 წლის 13 ოქტომბერს 96 წლის ასაკში. ის დაკრძალეს ჩაკუმის ეკლესიის ეზოში, Northamptonshire-ში. გლადისის ისტორია წლების განმავლობაში მრავალჯერ იქნა მოთხრობილი, განსაკუთრებით Hugo Vickers's ბიოგრაფიაში და მისი ცხოვრების მხატვრულ ვერსიებში. ისეთ რომანებში, როგორიცაა შევხვდები პარიზში, Michel Gable's მიერ და სიკვდილი Blenheim-ში, Robin Page-ის მიერ. დღეს Blenheim-ის სასახლის სტუმარი კვლავ იხილავს მის მოხატულ თვალებს, რომლებიც კარების ზემოდან სტუმრებს უყურებენ, ხოლო ქვის სფინქსების წყვილი ეზოშია განთავსებული, რომლებიც დაკვეთილი იქნა იმის აღსანიშნავად, რომ იგი გადავიდა Blenheim-ში ჰერცოგის მეორე ცოლად 1920-იან წლების დასაწყისში, ქორწინებაში, რომელმაც ბევრი დაპირება მისცა, მაგრამ ძალიან ცოტა შეასრულა. 1904 წლის ზაფხულში ნიუ-იორკის სკანდალმა ააღელვა. მილიონერმა ჯონ პლატმა დაადანაშაულა ჰანა ელიასი, განმარტოებული შავკანიანი ქალი, ბნელი წარსულით, რომ მან შანტაჟით გამოსცალა მას $685,000, რაც დღეს თითქმის 30 მილიონი დოლარია. ამან ელიასი, შეიძლება ითქვას, ამერიკის ყველაზე მდიდარ და ყველაზე ავადსახსენებელ შავკანიან ქალად აქცია. შემომიერთდით, როცა მის ისტორიას გავეცნობით. ჰანა ელიასის ზუსტი დაბადების თარიღი უცნობია, მაგრამ ის ფილადელფიაში 1865 წელს დაიბადა, იმ წელს, როცა ამერიკის სამოქალაქო ომი დასრულდა. მისი მამა იყო ჩარლზ ელიასი, მზარეული და კეითერინგის სპეციალისტი, რომელიც მერი ელიასზე იყო დაქორწინებული. ჩარლზი აფრო, ამერიკული და ინდიელი წარმოშობის იყო, ხოლო ჰანას დედა მერი ასევე საკმაოდ ღია კანის ფერის იყო. ამის შედეგად ჰანას უფრო ღია კანის ფერი ჰქონდა, რამაც მისი ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე გარკვეული როლი ითამაშა, როგორც ამას მოგვიანებით ვიხილავთ. ჰანა ძალიან დიდ ოჯახში გაიზარდა. ის მშობლების 9 შვილიდან ერთ-ერთი იყო. ისინი ცხოვრობდნენ იმ დროს აფრო-ამერიკელებისთვის ქალაქის ყველაზე მდიდრულ უბანში. თუმცა მათი ოჯახის სიდიდის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზი კარგად გამოიმუშავებდა, ისინი მაინც მდიდრები არ იყვნენ. მიუხედავად ამისა, ოჯახი პატივცემული იყო და თანდათანობით სოციალური და ეკონომიკური კიბის საფეხურებზე ადიოდა. ჩარლზმა საბოლოოდ ისინი უფრო დიდ სახლში გადაიყვანა, სადაც ისინი ფილადელფიის იურისტებისა და წამყვანი შავკანიანი ბიზნესმენების გვერდით ცხოვრობდნენ. ის და მისი და-ძმები საჯარო სკოლაში დადიოდნენ და ღირსეულ განათლებას იღებდნენ. ამაზე მეტი ჰანას აღზრდის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ჰანას ისტორია რეალურად მაშინ იწყება, როცა მისი და ჰეტი გათხოვდა 1884 წელს, როცა ჰანა დაახლოებით 19 წლის იყო. ქორწილამდე ჰანა მუშაობას დაიწყო ფილადელფიის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები მდიდარი ქალის სახლში. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჰანამ თავისი დის ქორწილამდე გადაწყვიტა, ასე ვთქვათ, ეთხოვებინა ძვირადღირებული კაბა თავისი დამსაქმებლის გარდერობით.
ჰეთის ქორწილში ბევრმა აღნიშნა, რამდენად დახვეწილი და ლამაზი იყო ჰანას კაბე. ერთ-ერთი სტუმრის თქმით, ის იყო საღამოს მშვენები. მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. შეიძლება ჰანა აპირებდა კაბის დაბრუნებას იქ, საიდანაც აიღო და იმედოვნებდა, რომ მისი ქმედებები სრულიად შეუმჩნეველი დარჩებოდა. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, სანამ სამსახურში დაბრუნდებოდა, პოლიციის ოფიცრები ელიასების სახლში მივიდნენ და ჰანა დააკავეს. მისმა დამსაქმებელმა შენიშნა, რომ კაბა დაკარგული იყო და მიხვდა, რომ ის ჰანას უნდა აეღო. ეს ის დრო იყო, როდესაც აფრო-ამერიკელებს ამერიკაში არ ჰქონდათ სრულფასოვანი სამართლებრივი პროცესი, თუ ისინი ეჭვმიტანილები იყვნენ თეთრკანიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. იმავე საღამოს ჰანა სწრაფად წაიყვანეს სასამართლოში და ქურდობაში დამნაშავეცნეს. მას მიუსაჯეს 4 თვე მოიამენსინგის ციხეში, ფილადელფიაში. იქ ის დაახლოებით 40 სხვა ქალთან ერთად იყო მოთავსებული ერთ განყოფილებაში. ციხის დანარჩენ ნაწილში მამაკაცები იყვნენ, რომელთაგან ბევრი იქ სასტიკი და საშინელი დანაშაულებისთვის იხდიდა სასჯელს. ის აქ მოიხდიდა თავისი სასჯელის სრულ 4 თვეს და სწორედ ახლა მის ცხოვრებაში ბნელი პერიოდი დაიწყებოდა. ჰანას დანაშაულთან ადრეულმა შეხებამ მისი ცხოვრების დანარჩენი ნაწილი განსაზღვრა. როცა მან სასჯელი მოიხადა და სახლში დაბრუნება სცადა, მამამ აღარ დაუშვა, რომ ის ოჯახთან ერთად ეცხოვრა. ფულის და საცხოვრებლის გარეშე ჰანა ჩრდილოეთით ნიუ-იორკში წავიდა. იქ მან სწრაფად დაიწყო თავის რჩენა ერთადერთი გზით, რაც მაშინ მოაფიქრდა. ის მეძავი გახდა. ეს ქალაქის ტენდერლოინის რაიონში ხდებოდა. ნიუ-იორკის იმ ნაწილში, სადაც ბევრი სასტუმრო იყო და ღამით მეძავი ქალები იკრიბებოდა. ჰანასთვის აქ დასაწყისი ადვილი არ ყოფილა. ის 1885 წელს დაფეხმძიმდა და 1886 წლის დასაწყისში ქალიშვილი კლარა გააჩინა, რომელიც შვილად გასაშვილებლად მისცა. მალე მას სასამართლოში მოუწია წარდგენა მეძაობის ბრალდებით და ერთი თვით დააპატიმრეს რუზველტის კუნძულზე, ესთ რივერში. ჰანა მალე გათავისუფლდა და სწრაფადვე გახდა გონიერი იმაში, თუ როგორ ეწარმოებინა თავისი საქმეები. მან ასევე დაიწყო იმის მტკიცება, რომ კუბელი იყო, თავისი უფრო ღია კანის ფერის გამო. მალე ჰანა იმდენს გამოიმუშავებდა, რომ ბინის დაქირავება და თავის გატანა შეძლო. ის ამ გზით კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გააგრძელებდა ცხოვრებას. ის იმდენად წარმატებული გახდა, რომ ბევრი დამატებითი ფული გამოიმუშავა და იყიდა უძრავი ქონება, რომელსაც აქირავებდა, რათა თავისი შემოსავალი გაეზარდა. მათგან ბევრი მდებარეობდა მანჰეტენის აპთაუნში, ცენტრალ პარკის ჩრდილოეთით, იმ ადგილის გარშემო, რაც ახლა ჰარლემია. ეს ჯერ კიდევ აფრო-ამერიკული საზოგადოება არ იყო და ბევრი ძველი ნიუ-იორკელი ოჯახი კვლავ ცხოვრობდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც თავდაპირველად ჰოლანდიური დასახლება იყო მე-18 საუკუნეში. ჰანა თავის დროს მანჰეტენში მდებარე რეზიდენციასა და მდიდრულ სანაპირო სახლში ყოფნას ყოფდა, რომელიც Far Rockaway-ში ჰქონდა, ატლანტიკის სანაპიროსთან ახლოს, Long Island-ზე, თუმცა მაინც Queens-ის რაიონში. 1900-იანი წლების დასაწყისისთვის ჰანა ფუფუნებაში ცხოვრობდა. მას ემსახურებოდა მოახლე, ბატლერი და მთელი საოჯახო პერსონალი. მაგრამ მისი ქონების შესახებ ჯორები სულ უფრო ხმამაღალი ხდებოდა და მალე სიმართლე მისი სიმდიდრის უკან ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სკანდალად გადაიქცეოდა. 1885 წელს ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ ჰანას მალე ესტუმრა ჯონ არ პლატი. იმ დროს ის წარმატებული ნიუ-იორკელი ბიზნესმენი იყო, დაახლოებით 70 წლამდე ასაკის. 1820 წელს დაბადებულმა მან თავისი ქონება ფანჯრის მინის გაყიდვით დააგროვა. ეს პირველი ვიზიტი მალე უფრო ხშირი ურთიერთობით გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც პლატმა ელია კვლავ შეხვდა მანჰეტენში 1887 წელს. მობილური ტელეფონებისა და თანამედროვე კომუნიკაციის არსებობამდე, როცა ტენდერლოინის რაიონში ქალები ხშირად იცვლიდნენ ადგილს პოლიციის რეიდების თავიდან ასაცილებლად, ჰანამ და მისმა საყვარელმა საიდუმლო გზა იპოვეს ერთმანეთთან დასაკავშირებლად, როგორც ბევრმა სხვამაც. ბესი და პაპას სახელების გამოყენებით, ისინი კოდირებულ განცხადებებს ათავსებდნენ ნიუ-იორკის გაზეთის განცხადებების განყოფილებაში, შეტყობინებებს, რომლებიც ამხელდა, სად იქნებოდნენ ისინი ყოველღამ. და ჰანასა და ჯონის ღამეები უბრალოდ ხანმოკლე გატაცება არ ყოფილა. მათი საიდუმლო რომანი წლების განმავლობაში გაგრძელდა. ჯონ პლატი დაქორწინებული კაცი და ნიუ-იორკში ცნობილი ფიგურა იყო. ფრთხილობა აუცილებელი იყო და მას აფასებდა ის ფაქტი, რომ ჰანა ძალიან საიდუმლო იყო. პლატმა მალე დაიწყო მისთვის ფულის მიცემა, თანაც საკმაოდ ბევრი. მოგვიანო ცნობები მიუთითებს, რომ მან დაიწყო მისთვის თვეში 2-დან 6,000 დოლარამდე მიცემა, რაც დღევანდელი კურსით 70-დან 200,000 დოლარამდე. მან ასევე ურჩია ეს ფული უძრავი ქონებისა და აქციების შესაძენად გამოეყენებინა. დიდი დრო არ გასულა, რომ ის გამდიდრდა და საბოლოოდ გახდა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი მსოფლიოში. შესაძლოა ყველაზე მდიდარი შავკანიანი ქალი შეერთებულ შტატებში.
ჰანას ერთ-ერთი პირველი ინვესტიცია, რომელსაც ჯონ პლატი ხელმძღვანელობდა, იყო სახლი, მისი ოჯახის სახლთან ახლოს, სადაც მან ოთახების გაქირავება დაიწყო. ერთ ღამეს, 1885 წელს, პლატი სტუმრად მივიდა. მოსახლე კორნელიუს უილიამსი, რომელიც იმ დროს იქ ცხოვრობდა და შავკანიანი იყო, გაღიზიანებული გამოეხმაურა კარზე დაგაკუნებას. როცა პლატმა ფსევდონიმით მისტერ გრინი გკითხა, სახლში არიან თუ არა ხალხი, უილიამსმა კარიც ხვირწინ მიუჯახუნა. მოგვიანებით მან მსახურს კითხა, ვინ იყო ის კაცი და მან უთხრა, რომ ეს იყო მისტერ გრინი. რამდენიმე კვირის შემდეგ ელაიასმა უილიამსის სახლიდან გააგდო. ის მასზე შეპყრობილი გახდა და გაძევებამ მასზე მძიმედ იმოქმედა. დარწმუნებული იყო, რომ დამნაშავე იდუმალი მისტერ გრინი იყო. გაბრაზებული წავიდა და დაიფიცა, რომ შურს იძიებდა. 8 წლის შემდეგ, 1903 წლის ნოემბრის ცივ შუადღეს, ენდრიუ ჰასველ გრინი, ცენტრალური პარკისა და ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ჩუმი გენიოსი, ოჯახური სადილის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. როცა სახლის კიბეებთან მიუახლოვდა, კორნელიუს უილიამსი ელოდა, პარანოიდული, ბოდუებში შემყოფი და ისევ შეპყრობილი. უილიამსმა გრინი პლატში შეეშალა, რევოლვერი ამოიღო და გაისროლა. გრინი იქვე დაეცა, ისე რომ ვერასდროს გაიგებდა, შურის ძიების ტრაგიკული მსხვერპლი გახდა, რომელსაც მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. კორნელიუს უილიამსი მოგვიანებით გაასამართლეს, შეშლილად გამოაცხადეს და ცხოვრების დარჩენილი ნაწილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა. ჯერ კიდევ 1880 წელს ჰანა დაქორწინდა აფრო-ამერიკელ რკინიგზელ მუშაკზე, სახელად ქრისტოფერ სმითი, მაგრამ ამ ქორწინების მიუხედავად მისი ურთიერთობა პლატთან გაგრძელდა. სმითი საბოლოოდ წავიდა 1887 წელს, აცხადებდა, რომ ცოლის ურთიერთობა პლატთან მისთვის აუტანელი იყო. სმითის გასაჩუმებლად, ჯონმა ფარულად გადაიხადა სამართლებრივი პრობლემები კულისებში და შემდეგ ჰანას კიდევ უფრო მეტი ფული მისცა, რომ ყველაფერი დაფარული დარჩენილიყო. იმ დროისთვის პლატის ცოლი უკვე გარდაცვლილი იყო და მან დრო არ დაკარგა. ჰანასთვის ცენტრალ პარკთან ახლოს ლამაზი სახლი ირიდა, რომ უფრო ხშირად ენახა იგი. მაგრამ წლების გასვლასთან ერთად პლატი მოუსვენარი გახდა. ბრალი, სიხარბე თუ შიში, რაღაც მასში დამახინჯდა და როცა საბოლოოდ მოთმინება დაკარგა, მათი ვნებიანი საიდუმლო რომანი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სკანდალად გადაიქცა. ჰანას და პლატის ურთიერთობის შესახებ დღეს თითქმის არავინ გაიგებდა, რომ არა განსაკუთრებული მოვლენები, რომლებიც 1904 წლის ზაფხულში დაიწყო. იმ დროს პლატმა ჰანას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მას ბრალად დასტო, რომ წლების განმავლობაში უზარმაზარი თანხა გამოძალა მისგან, რათა ჩუმად დაეტოვებინა მისი პირველი ვიზიტის ამბავი. დროის განმავლობაში საქმეში ჩართული თანხა გასაოცარ მასშტაბებს მიაღწია. პლატი ამტკიცებდა, რომ ჯამში ჰანა მას შანტაჟით $685,000-ზე ცოტა მეტი გამოსცალა. ფულის ისტორიული ღირებულების გამოთვლა შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გრძელ პერიოდებსა და ცვალებად ეკონომიკებს ეხება. თუმცა შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ შემთხვევაში თანხა დაახლოებით $30 მილიონი ტოლფასია დღეს. ასეთი დიდი თანხა ნიუ-იორკელების ყურადღებას მიიპყრობდა და რამდენიმე თვის განმავლობაში გაზეთები მოუთმენლად აშუქებდნენ ამ საქმის ყველა დეტალს. პლატმა საკმაოდ ფერადი ახსნა მოიფიქრა იმის შესახებ, თუ როგორ ჩაერთო პირველად ელიასთან. მან დაჟინებით განაცხადა, რომ მასთან სიარული როგორც სიამოვნების ქალთან არ უფიქრია. არა, მისი თქმით, ყველაფერი დაიწყო 1880-იანი წლების ბოლოს, როდესაც, როგორც ჩანს, შემთხვევით შევიდა მასაჟის სალონში, რომელსაც ელიასი მართავდა, უბრალოდ რევმატიზმისგან ტკივილის შემსუბუქებას ეძებდა და არა უფრო ინტიმურ რამეს. შემდეგ მან განაცხადა, რომ 1880-იან წლებში კიდევ ერთხელ ესტუმრა მას და ფინანსურად დაეხმარა, რომ პანსიონატი გაეხსნა. შემდეგ, პოლ პლატის თქმით, ის გახდა მისი ბოროტების უნებლიე მსხვერპლი. მისი თქმით, ჰანა შანტაჟს უწევდა მას. თუ ის არ მისცემდა მას დიდ თანხებს, ჰანა მის ოჯახს ეტყოდა, რომ მრავალი წლის განმავლობაში პოლს მასთან ვნებიანი ღამეები ჰქონდა. პლატი ნიუ-იორკის ბიზნეს საზოგადოების გამორჩეული წევრი იყო და პოლიციამ მისი განცხადებები სერიოზულად მიიღო. ჰანა თანამშრომლობაზე არ წავიდა. როდესაც პოლიცია პირველად მიუახლოვდა, მან დაკითხვაზე მისვლაზე უარი თქვა. შემდეგ ისინი შეიჭრნენ მის თაუნჰაუსში და წაიღეს ყველაფერი, რაც კი ეგონათ, რომ შეიძლებოდა საქმესთან კავშირში ყოფილიყო. ის გადაიყვანეს თომსის ციხეში, ქვემო მანჰეტენში, რომელიც ცნობილია თავისი სიშავიშით და არამეგობრული გარემოთი. ჰანა რამდენიმე დაძაბული დღე გაატარა ციხის ცივ კედლებს მიღმა, მაგრამ შემდეგ, მოულოდნელი შემოტრიალებით, ის უცებ გაათავისუფლეს. გამომძიებლებმა დაასვენეს, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა მის ბრალდებას, თითქოს ჰანას შანტაჟი ჰქონდა განხორციელებული. მიუხედავად იმ უზარმაზარი თანხებისა, რაც საქმეში ფიგურირებდა, აღმოჩნდა, რომ პლატმა ფული საკუთარი ნებით გადასცა, წელიწადიდან წელიწადამდე.
შემდეგი კვირების განმავლობაში აშკარა გახდა, რომ პლატმა საქმე მხოლოდ ნახევრად გულით წამოიწყო. ნამდვილი ზეწოლა მისი ოჯახის მხრიდან მოდიოდა. როგორც კი მათ აღმოაჩინეს ის ქონება, რომელიც მან ჩუმად გააჩუქა, პანიკა დაიწყო. ის, რასაც ისინი დიდ მემკვიდრეობად თვლიდებდნენ, თითქმის მთლიანად გაქრა და მათ ვინმეს დადანაშაულება სურდათ. მას შემდეგ, რაც პლატმა ბრალდებები უკან გაიწვია და პოლიციამ ვერაფერი იპოვა მათ დასადასტურებლად, მისმა ოჯახმა საქმე საკუთარ ხელში აიღო და ჰანა სამოქალაქო სასამართლოში მიიყვანა, რომ ფული დაებრუნებინათ. მაგრამ ზუსტად როგორც ადრე, ისინი ისევ ხელცარიელები დარჩნენ. 1905 წლის დასაწყისისთვის ამბავი ნელ-ნელა მიჩუმდა და ჰანა გამართდა. მთელი ეს ეპიზოდი უცნაური იყო და ასახავდა ნიუ-იორკის რასობრივ პოლიტიკას მე-20 საუკუნის დასაწყისში. მაგალითად, გაზეთები, რომლებიც ამ ამბავს აშუქებდნენ, უფრო მეტად ინტერესდებოდნენ ჰანას რასობრივი წარმომავლობით, ვიდრე თავად საქმით. და ზოგიერთმა მათგანმა ისიც კი დაასკვნა, რომ ჰანა უცხოეთში დაბადებული ქალი იყო. 1900-იანი წლების შუა პერიოდი ნიუ-იორკში ევროპული მიგრაციის პიკი იყო და სენსაციური სათაურები უცხოელი მეძავის შესახებ, რომელმაც უმწეო 80 წლიან კაცს მოტყუება მოახერხა ელვის სისწრაფით გავრცელდა. სკანდალმა გამოავლინა ქალაქის ღრმა შიშები და ეჭვები იმ ახალმოსახლეთა მზარდი ტალღის მიმართ, რომლებიც მათ სამყაროს არყევდნენ. ჰანა მრავალი წლის განმავლობაში ნიუ-იორკში დარჩა. ის ცხოვრობდა ჰარლემში, მის საკუთრებაში არსებული მრავალი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლით და საბოლოოდ თავადაც გადავიდა მანჰეტენის აპთაუნში, სადაც 1904 წელს მოპოვებული არასასურველი ცნობადობის შემდეგ უფრო ანონიმურად შეეძლო ცხოვრება. პლატი 1908 წელს გარდაიცვალა და დატოვა ქონება, რომლის ღირებულება $10,000 იყო, რაც დღეს დაახლოებით $350,000-ში ადგენს. საკმაოდ მცირე თანხაა მისი ოდესღაც დიდი სიმდიდრის ფონზე. საოცარი არ არის, რომ ჰანას არაფერი დარჩა და ის დაკრძალვასაც არ დასწრებია. 1910-იან წლებში ჰანა ჩართული იყო სხვადასხვა მიწის გარიგებებში ჰარლემში, როცა ეს უბანი იწყებდა განვითარებას, როგორც შეძლებული აფროამერიკელებისთვის თავშესაფარი 1920-იანი წლების ჰარლემის რენესანსის წინ. თუმცა ჰანამ რეგიონში აფროამერიკული კულტურის ამ აღმავლობას თითქმის ვერ მოესწრო. 1923 წელს ნიუ-იორკში მისი გამუდმებული ცუდი სახელით დაღლილმა და შესაძლოა მისი საეჭვო ფინანსური წარსულის გამო, რამდენიმე სასამართლო პროცესის თავიდან ასაცილებლად, ჰანამ გადაწყვიტა საბოლოოდ დაეტოვებინა ქალაქი. ჰანა და მისი მსახური, იაპონელი კაცი სახელად კატო, ევროპაში მიმავალ გემზე ავიდნენ და აღარ დაბრუნებულა. შემდეგ ჰანა საფრანგეთში დასახლდა. შემდგომში მომხდარი უკვე მითის წყაროდ იქცა. ერთი ვერსიით ჰანა პარიზში გარდაიცვალა, სხვა ვერსიით კი ის 1920-იანი წლების ბოლოს ფუფუნებაში გარდაიცვალა, ფრანგულ რივიერაზე. ეს იყო ფერადი დასასრული, ფერადი ცხოვრებისათვის. ერთ დღეს, 1900 წელს პარიზში, ერთი მეფის ელჩი შევიდა ბორდელში, საფრანგეთის დედაქალაქში. ის მოქმედებდა თავისი დამსაქმებლის, 64 წლის ლეოპოლდ მეორის სახელით. გოგონა, რომელსაც ის ეძებდა, იყო კაროლინ ლაკრუა, მხოლოდ 16 წლის. ეს იყო დასაწყისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური სამეფო რომანისა, რომელმაც ლაკრუა ბელგიის ყველაზე სიძულვილ ქალად და ამავდროულად მრავალ მილიონერად აქცია. მოდით გავეცნოთ მის ისტორიას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მას ძირითადად კაროლინ ლაკრუად იცნობენ, ქალი, რომელიც ბელგიის მეფის საყვარელი გახდა. სინამდვილეში დაიბადა როგორც ბლანში სელია ჟოზეფინ დე ლაკრუა. 1883 წლის 13 მაისს ბუქარესტის ქალაქში, რუმინეთის სამეფოში. მისი მამა იყო ჟიულ დე ლაკრუა, ხოლო დედა კატერინ ჟოზეფინ საბი. მისი ადრეული ცხოვრების დეტალები მწირია და გარკვეული მითიური ელფერი შეიძინა იმის გამო, რაც მის ცხოვრებაში მოგვიანებით მოხდა. ერთი ამბავი ამტკიცებს, რომ ის იყო მშობლების მე-13 შვილი. სხვა წყაროები მიუთითებენ, რომ მისი მამა ფრანგი დიპლომატი იყო, რომელიც ბლანშის დაბადების დროს ბუქარესტში მუშაობდა, მაშინ როცა ზოგიერთი უფრო მოკრძალებულად აღწერს მას როგორც ქალაქში მდებარე ფრანგული მისიის დარაჯს. სხვა წყაროები მიუთითებენ, რომ თავის სამსახურთან ერთად ის რუმინეთში ვითარებით სარგებლობდა და ბიზნეს საქმიანობასაც ეწეოდა. ქვეყანაში, რომლის ნავთობის სიმდიდრემ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გახადა ევროპაში ინდუსტრიალიზაციის პერიოდში. რაც არ უნდა იყოს სიმართლე, აშკარად ჩანს, რომ ოჯახმა სიმდიდრეს ვერ მიაღწია. ბლანში ახალგაზრდობაში ბარში მიმტანად მუშაობდა, ხოლო 1880-იანი წლების ბოლოსთვის, როცა ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, მეძავთა სახლში მუშაობდა. იქ მან დაიწყო სახელით კაროლინი წოდება. ბელ ეპოქის პარიზში ამ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის ფსევდონიმის გამოფენება საკმაოდ ჩვეულებრივი იყო და მალე მან ძალიან მნიშვნელოვანი პირების ყურადღება მიიპყრო. როგორც ჩანს, კაროლინს უკვე 1900-ისთვის წელი, როდესაც ის მე-18 დაბადების დღეს უახლოვდებოდა, გარკვეული რეპუტაცია ჰქონდა ჩამოყალიბებული.
და სწორედ ამ პერიოდში ბელგიის მეფე ლეოპოლდ მეორე, რომელიც 1865 წლიდან მართავდა ქვეყანას, საფრანგეთის დედაქალაქს სტუმრობდა. იმ დროს კაროლინი ანტუან ემანუელ დიურიოს საყვარელი იყო, რომელიც ფრანგი ყოფილი სამხედრო ოფიცერი გახდათ და მასზე 18 წლით უფროსი იყო. დიურიო ასევე ასრულებდა იმ როლს, რასაც დღეს ფაქტობრივად მაკერობას უწოდებდით. ის აწყობდა შეხვედრებს კაროლინსა და მდიდარ კლიენტებს შორის. ისინი უცნაური წყვილი იყვნენ. დიურიოს აზარტული თამაშების პრობლემა ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ კაროლინი ფულს შეუვლობდა, ისინი მუდმივად ვალებში იყვნენ, რადგან დედაქალაქის ელიტურ ელიზეს სასახლეში ცხოვრობდა. ამ დროს ლეოპოლდი საფრანგეთში იმყოფებოდა და კაროლინ ლაკრუას შესახებ გაიგო. მას აღწერდნენ როგორც საშუალოზე მაღალს, ტანაცრუს, მაგრამ მოხდენილს, კარგი კანის ფერითა და უხვი წაბლის ფერით. დაინტერესებულმა მან თავისი თანამშრომელი ელიზეს სასახლეში გაგზავნა, სადაც მან უთხრა: მადამ, მე გამომგზავნა ერთმა ბატონმა, რომელმაც შეგამჩნიათ. ის ძალიან მაღალი რანგის პიროვნებაა, მაგრამ მისი მაღალი სტატუსი მაიძულებს არ გაგიმხილოთ მისი სახელი. ლეოპოლდთან შეხვედრა უკვე მეორე დღისთვის დაიგეგმა. კაროლინის მემუარების მიხედვით, რომელიც მან 10 წლეულების შემდეგ გამოაქვეყნა, ის მაშინვე ლეოპოლდის საყვარელი გახდა, რადგან ლეოპოლდმა მას ავსტრიაში გამგზავრება შესთავაზა. პირველი შეხვედრის შემდეგ შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც დიურიო ფულით გაისტუმრეს. როგორც კი მათი ურთიერთობის ამბავი გავრცელდა, ლეოპოლდის დელაკრუასთან კავშირი სწრაფად გადაიქცა საჯარო სკანდალად. მიუხედავად იმისა, რომ მან მანამდე სხვა საყვარლებიც ჰყავდა და მიიღო მეტსახელი ბელგიელთა და ლამაზი ქალების მეფე, მისი ურთიერთობა კაროლინთან სრულიად განსხვავებული იყო ყველა დანარჩენისგან. უპირველეს ყოვლისა, ის იყო ამატყი, ფიცხი და ცუდად განათლებული უბრალო ქალი, რომელიც მეძავად მუშაობდა, მაშინ როცა ის თითქმის 9 საუკუნით უფროსი იყო. ლეოპოლდი ასევე კვლავ დაქორწინებული იყო თავის მრავალტანჯულ ცოლზე, მარი ანრიეტა ავსტრიელზე, რომელთანაც 4 შვილი ჰყავდა. 3 ქალიშვილი, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, და ვაჟი, რომელიც ბავშვობაში გარდაიცვალა. მარი ანრიეტა 1902 წლის სექტემბერში გარდაიცვალა, მაგრამ იმ პირველი 2.5 წლის განმავლობაში, როცა მეფე თავის თინეიჯერ საყვარელს ხვდებოდა, ის დაქორწინებული კაცი იყო. დედოფლის გარდაცვალებამდეაც კი, კაროლინის როლი ლეოპოლდის ცხოვრებაში სულ უფრო რთული დასამალავი ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჩვეულებრივ ყალბის სახელით ამგზავრებდა, ლეოპოლდმა განსაკუთრებული ნაბიჯი გადადგა და 1901 წელს დედოფალ ვიქტორიას დაკრძალვაზე კაროლინი თან წაიყვანა, რამაც ევროპული სამეფო კარები შოკში ჩააგდო და ბრიუსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როდესაც მომდევნო წელს მისი საკუთარი დედოფალი გარდაიცვალა, ბოლო შეზღუდვებიც მოიხსნა და კაროლინის პოზიცია უფრო ღიად იქნა აღიარებული. ირონიულად, საყვარელის ასე აშკარად გამოჩენამ ლეოპოლდს საკუთარ ქვეყანაში უფრო მეტი პოპულარობა დააკარგვინა, ვიდრე მისმა სასტიკმა დანაშაულებმა კონგოში, როგორც მალე ვნახავთ. საბოლოოდ წყვილს 2 შვილი შეეძინა. 1906 წლის თებერვალში მათ ვაჟი შეეძინათ, სახელად ლუსიენ ფილიპე. მეორე ვაჟი, ფილიპ ანრი, 1907 წლის ოქტომბერში დაიბადა. ორი ვაჟის დაბადებამ ურთიერთობა კიდევ უფრო გაართულა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქორწინების გარეშე დაიბადნენ, ლეოპოლდის ერთადერთი ვაჟი პირველი ცოლისგან ბავშვობაში გარდაიცვალა. და რადგან ბელგიის კანონმდებლობით ქალებს ტახტის მემკვიდრეობა არ შეეძლოთ, მას სურდა ლაკრუასთან ურთიერთობის შედეგად დაბადებული ვაჟები ეცნო, რათა მის შვილთაგან ერთს ტახტი გადაებარებინა. საბოლოოდ მან ეს არასდროს გააკეთა და როდესაც 1909 წელს გარდაიცვალა, მას ტახტზე მისი ძმის შვილი ალბერტი მოჰყვა. მისი ცოლის გარდაცვალების შემდეგ წლების განმავლობაში მუდმივად ვრცელდებოდა ხმები, რომ ლეოპოლდმა საიდუმლოდ იქორწინა კაროლინზე, რაც სკანდალური იქნებოდა მაშინაც კი, თუ ის ყოფილი კურტიზანი არ ყოფილიყო და თითქმის 9 საუკუნით უმცროსი არ ყოფილიყო. ეს იმიტომ, რომ ასეთი კავშირი ითვლებოდა მორგანატულ ქორწინებად, რაც ნიშნავს ქორწინებას სოციალური სტატუსით უთანასწორო ადამიანებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქორწინებები თანამედროვე ეპოქაში ფართოდ მიღებულია, მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე სამეფო მეუღლეებისგან მოითხოვებოდა, რომ ისინი სხვა სამეფო დინასტიებიდან ან უმაღლესი არისტოკრატიიდან ყოფილიყვნენ. ნებისმიერი სხვა შემთხვევა დინასტიური ტრადიციის დარღვევად ითვლებოდა და როგორც წესი, კაცრი წინააღმდეგობით ხვდებოდნენ. ეს ხმები ფექს მიაღწია 1906 წელს, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით გაზეთებმა დაიწყეს სტატიების გამოქვეყნება იმის შესახებ, რომ ლეოპოლდმა კეროლაინზე იქორწინა. მაგალითად, 1906 წლის შობის შემდეგ ახალი ზელანდიის გაზეთმა Star-მა მასზე სტატია გამოაქვეყნა სათაურით ბელგიის მმართველის მორგანატული ცოლი. სტატიაში მტკიცებულების გარეშე ფაქტობრივად იყო მინიშნება, რომ ქორწილი უკვე შედგა, რომ კაროლინა უკვე მორგანატულ ქორწინებაში იყო ლეოპოლდთან.
და რომ ის გეგმავდა, თავისი შვილები ბელგიის ტახტის მემკვიდრეობით ხაზს შეეცნდა. რეალურად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ასეთი ადრეული ქორწინება ოდესმე შედგა. კაროლინამ მხოლოდ ლეოპოლდის სიცოცხლის ბოლო დღეებში შეძლო საბოლოოდ დაეთანხმებინა იგი ქორწინებაზე. მუდმივი ჭორი. თითქოს ისინი უკვე 1906 წელს დაქორწინდნენ. გაჩნდა მაშინ, როდესაც მეფემ მოულოდნელად მიანიჭა მას ფონ ბარონესას ტიტული, მათი პირველი შვილის დაბადების შემდეგ. იმ თებერვალში ეს იყო ისეთი უჩვეულო ქმედება, რომ ბევრმა იფიქრა, ამას მხოლოდ ქორწინება თუ ხსნიდა. მალე დაუბრუნდებით ლეოპოლდის ცხოვრების ბოლო დღეებს, მაგრამ ჯერ უნდა შევხედოთ იმ რეალურ გარემოებებს, რომელშიც ის ცხოვრობდა 1900-იან წლებში. იმ დროს ლეოპოლდი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო დედამიწაზე. ეს მისი აფრიკაში არსებული კოლონიური საკუთრებების გამო იყო. აფრიკის კოლონიური დაყოფის პიკზე ლეოპოლდმა ბერლინის კონგრესზე 1884 წელს უზარმაზარი კონგოს რეგიონის კონტროლი მოიპოვა. სხვადასხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, როგორიცაა ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია, რომლებიც იმ დროს მთელ კონტინენტზე კოლონიებს იძენდნენ, კონგო ბელგიის კოლონიად არ ქცეულა. ამის ნაცვლად ის იყო პირადი სამფლობელო, რომელიც ლეოპოლდს პირადად ეკუთვნოდა. შემდეგი 24 წლის განმავლობაში მან ინტენსიურად განავითარა იგი, როგორც ნედლეულის წყარო, როგორიცაა რეზინი და სპილოს ძვალიცვალი. პრეს მისი მმართველობის სრული სისასტიკე გამჟღავნებულია, რაც აჩვენებს, რომ ლეოპოლდს იქ ჰყავდა პირადი ჯარები, რომლებიც მასობრივ მონობაში და საშინელ ქმედებებში მონაწილეობდნენ, რათა მაქსიმალურად გაეზარდა თავისი მოგება. ამ პროცესში ის უზომოდ გამდიდრდა. ბელგიაში, როდესაც გაირკვა, რომ ლეოპოლდის მიერ კონგოდან ამოღებული უზარმაზარი სიმდიდრე ქვეყანას არ ამდიდრებდა, არამედ მის პირად ცხოვრებას აფინანსებდა ქალთან, რომელიც იმდენად ახალგაზრდა იყო, რომ მისი შვილი შეიძლებოდა ყოფილიყო. კაროლინი ძალიან არაპოპულარული გახდა. კაროლინი ამ ძარცვის ყველაზე თვალსაჩინო ბენეფიციარი გახდა. მას გრანდიოზული ბრიუსელის სასახლე გადაეცა, რომელიც სამეფო ხარჯზე იყო აღჭურვილი და მომსახურებული. ასევე მდიდრული თავშესაფარი საფრანგეთის რივიერაზე, ვილა ლა ლეოპოლდა. და თითქოს ამოუწურავი ფულადი ნაკადი, რომლითაც ის ყველა სურვილს იკმაყოფილებდა, როცა მეფის გვერდით ევროპაში მოგზაურობდა და საპიდლებზე დადიოდა. როცა მან იჩივლა, რომ ბრიუსელში მისი საპიდლებზე სიარული მატარებლის განრიგის გამო ნაადრევად სრულდებოდა, მეფემ უბრალოდ ექსპრესის გასვლა 1 საათით გადადო, რათა ქალაქის ცენტრიდან ლარკინში, სადაც მისი სასახლე დედაქალაქის გარეუბანში მდებარეობდა, უფრო გვიან გასულიყო. თუმცა ეს ყველაფერი სისხლიანი ფული იყო, რომელიც ლეოპოლდის მოხელეების კონგოში ჩადენილი დანაშაულების ხარჯზე გროვდებოდა. შედეგად ის მალე კონგოს დედოფლად გახდა ცნობილი. 1908 წლისთვის ეს დანაშაულები ევროპაში გახდა ცნობილი და ბელგიის მთავრობამ კოლონია ლეოპოლდს ჩამოართვა და პირდაპირი კონტროლის ქვეშ მოაქცია. მიუხედავად იმისა, რომ საყვარლისგან დიდი სიმდიდრე მიიღო, კაროლინა კვლავ აგრძელებდა შეხვედრებს თავის ყოფილ სუტენიორთან, ანტუან ემანუელ დიურიოსთან. ის ბრიუსელში გაჰყვა კაროლინას და სავარაუდოდ იქ ცხოვრობდა იმ ფულით, რომელიც მისგან ჰქონდა მიღებული. ხანდახან მას ამჩნევდნენ კაროლინას სახლში შესვლასა და გამოსვლაში, ხოლო მისი მცდელობა დაეფარა ეს და ეთქვა, რომ ის მისი ძმა იყო, მხოლოდ გარკვეული დროით მუშაობდა. ლეოპოლდმა მალე შეამჩნია, რომ რაღაც ხდებოდა და მისი ეჭვიანობა გაიზარდა. მასთან საუბრის შემდეგ ლეოპოლდმა ბრძანა კაროლინას სახლსა და მის სასახლეს შორის არსებული ყველა ვიზუალური ბარიერი დაენგრიათ. ასე რომ, მას შეეძლო პირდაპირ ეპყურებინა ეზოში და კაროლინას, ან ნებისმიერ ადამიანს, ვინც გაბედავდა მის მონახულებას, მუდმივად ედევნებინა თვალი. 1909 წლის დეკემბრის დასაწყისში ლეოპოლდი მძიმედ დაავადდა. შემდეგ, 12 დეკემბერს, წლების განმავლობაში უარის თქმის შემდეგ, მან საბოლოოდ იქორწინა კაროლინაზე. ის გარდაიცვალა 5 დღის შემდეგ, 64 წლის ასაკში და მას მემკვიდრეობით მოჰყვა მისი ძმის შვილი ალბერტი. კონტროვერსია მაშინვე დაიწყო. ლეოპოლდმა თავისი ანდერძი და ფინანსები ისე მოაწყო, რომ მათი უმეტესობა გადაეცა კაროლინს, ან განთავსდა ტრასტებსა და შელ კომპანიებში, მათი ორი ვაჟისთვის, როცა ისინი გაიზრდებოდნენ. ზუსტი თანხა დღემდე უცნობია, მაგრამ თითქმის უეჭველია, რომ იმ დროს ეს ათეულობით მილიონს აღწევდა, რაც დღევანდელი ფულით დაახლოებით $1 მილიარდ ან მეც შეადგენს. ლეოპოლდის ურთიერთობა თავის პირველ ქორწინებაში დაბადებულ ქალიშვილებთან წლების განმავლობაში დაძაბული იყო და მათ შორის დაახლოებით 6 მილიონი ფრანკი დარჩათ. ეს მხოლოდ მცირე ნაწილი იყო იმ უზარმაზარი სიმდიდრისა, რომელიც მან კონგოში თავისი შემზარავი ქმედებებით დააგროვა და ნებისმიერ შემთხვევაში ეს თანხა მათ ძირითადად ბელგიის სახელმწიფოს მეშვეობით გადაეცათ და არა ლეოპოლდის ანდერძით. სიკვდილის საწოლზე მყოფმა მეფემაც კი უარი თქვა თავისი ქალიშვილების ნახვაზე, მაგრამ იქ იყო კაროლინი, როცა ის გარდაიცვალა. ლეოპოლდის გარდაცვალებისთანავე სამართლებრივი დავები დაიწყო, რადგან მისი ქალიშვილები ცდილობდნენ მეტი ქონება მიეღოთ.
მეფე ალბერტმაც სცადა უკან დაებრუნებინა იმ ქონების ნაწილი, რაც ლეოპოლდმა თავის დიდხნიან საყვარელს დაუტოვა. მაგალითად, ის გამოასახლეს ვილა ლა ლეოპოლდადან, რომელიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარეობდა და რომელიც ბელგიის ახალმა მეფემ ბელგიის გვირგვინის საკუთრებაში დააბრუნა. კაროლინა ახლა ბელგიელი საზოგადოების კიდევ უფრო მეტად სიძულვილის ობიექტი გახდა და სულ მცირე ერთ შემთხვევაში მისი ეტლი დააკავეს და ბრიუსელის ქუჩებში ქვებით ჩაქოლეს. თუმცა ის თითქმის არანაირად არ რეაგირებდა ამ დროულ დამოკიდებულებაზე ან საკუთარ რეპუტაციაზე. ამის ნაცვლად მან იქორწინა დორიაზე, რომელიც 9 წელიწადნახევრის განმავლობაში პერიოდულად ხვდებოდა მას, სანამ ლეოპოლდის საყვარელი იყო. საინტერესოა, რომ თითქმის 10 წლიანი უცნაური და ფარული ურთიერთობის შემდეგ ქორწინებამ ყველაფერი დაანგრია. ქორწინება მალე გაფუჭდა და ისინი 1913 წელს განქორწინდნენ. კაროლინმა ლეოპოლდის გარდაცვალებისა და მეორე ქორწინებისა და განქორწინების შემდეგაც კი, მიუხედავად სასამართლო პროცესებისა და სხვა დაბრკოლებებისა, მდიდრული ცხოვრება განაგრძო. მან მემკვიდრეობით მიიღო მისი ქონებიდან მინიმუმ 7 მილიონი ასაერშეთში დოლარი და შესაძლოა კიდევ უფრო მეტი, რაც თანამედროვე გაგებით უზარმაზარ სიმდიდრეს წარმოადგენს. მას დასავლეთ ევროპის არისტოკრატებს შორის რამდენიმე ცნობილი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ ის აღარ დაქორწინებულა. მისი უმცროსი ვაჟი ფილიპე 1914 წელს გარდაიცვალა, ხოლო უფროსი ვაჟი დიდხანს იცოცხლებს და 1984 წლამდე დელფიურენის ჰერცოგის ტიტულს ატარებს. კაროლინის შემდგომი ცხოვრება შედარებით მშვიდი და უღელვო იყო 1900-იან და 1910-იან წლებთან შედარებით. ის მშვიდად და ძალიან კომფორტულად ცხოვრობდა. საკმაოდ უცნაური ნაბიჯით მას შემდეგ, რაც მის გარშემო არსებული სკანდალები ჩაცხრა და ევროპამ იგი თითქმის დაივიწყა, კაროლინმა გადაწყვიტა, რომ 1930-იან წლებში თავისი ცხოვრების მემუარები გამოეცა. ის 1927 წელს გამოიცა ინგლისური სათაურით, უბრალო ქალმა მეფეზე იქორწინა, როგორც ბარონესა დე ვონმა მოუყვა პოლ ფურს. ისტორიკოსები, როგორც წესი, სიფრთხილით ეკიდებიან მემუარების შინაარს, რადგან კაროლინისა და ფურის საუბარში მოყოლილი ბევრი დეტალი შესაძლოა არასწორი იყოს, ან უბრალოდ საკუთარი თავის გამართლებას ემსახურებოდეს. მან გადაიტანა მეორე მსოფლიო ომი და გარდაიცვალა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში 1948 წლის 12 თებერვალს 64 წლის ასაკში. 1780-იანი წლების ბოლოს თურქეთში დაბადებული ქურტიზანი, სახელად ზოფია პოტოცკა, რომელმაც ევროპული სამეფო კარზეც გაითქვა სახელი, რამდენიმე წლით ადრე მან ურთიერთობა დაიწყო პრინც გრიგორი პოტიომკინთან, რომელიც იმ დროის ყველაზე სახელგანთქმული რუსის სამხედრო სარდალი იყო და ფარულად რუსეთის დედოფალ ეკატერინე დიდის მეუღლე. მაგრამ ვინ იყო ზოფია პოტოცკა და როგორ გახდა ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურტიზანი? ქალი, რომელიც მე-18 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ კურტიზანად იქცეოდა, შედარებით მოკრძალებულ გარემოში დაიბადა. 1760 წლის 11 იანვარს ქალაქ ბურსაში, ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, იმდროინდელი ოსმალეთის იმპერიის მიწებზე, ის დაიბადა როგორც სოფია კლავონი. ნამამისი იყო კონსტანტინე კლავონი, ბერძნული წარმოშობის კატა მერჯენტი. მალე, სანამ სოფია კლავონი მოზარდობის ასაკს მიაღწევდა, კლავონების ოჯახი 1762 წელს ბურსადან ოსმალეთის დედაქალაქ სტამბოლში გადავიდა. მისი ცხოვრება მომდევნო წლებში არაერთი დრამატული ცვლილებით აღინიშნა. 1765 წელს სოფიას მამა გარდაიცვალა. შემდეგ, ერთი წლის შემდეგ, 1776 წელს, ოჯახის სახლი განადგურდა ერთ-ერთ დიდ ხანძარში, რომლებიც პერიოდულად ჩნდებოდა და 17-18 საუკუნეებში ქალაქის გადატვირთულ საცხოვრებელ უბნებს ავრცელებდა. სიღარების გამო სოფიას დედა მარია იძულებული გახდა თავისი ორი ქალიშვილი, მათ შორის სოფია, გაეყიდა პოლონეთის ელჩისთვის სტამბოლის სულთნის კარზე. კაროლ ბოსკამპ ლასოპოლსკი, ჰოლანდიური წარმოშობის დიპლომატი, რომელიც პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობაში მსახურობდა. ელჩი კარგად იყო ცნობილი როგორც ადამიანი, რომელიც ქალებს აგროვებდა და ვარშავაში პოლონეთის მეფე სტანისლავ მეორის ავგუსტუსის კარზე აგზავნიდა. ეხლა ბოსკამპმა ზოფია და მისი და თავის ფრთქვეშ აიყვანა დროებით. ისინი ბოსკამპის რეზიდენციაში სტამბოლის მახლობლად დაასახლეს და მათ მაღალ დონეზე განათლება მისცეს. მაგალითად, ამ პერიოდში ზოფიამ ფრანგული ენა ისწავლა, რომელიც იმ დროის ევროპულ სამეფო კარზე ლინგვა ფრანკა იყო. ეს ფაქტობრივად იყო მისი მომზადება, რათა ადვილად შეძვილად შეძლებოდა მე-18 საუკუნის ევროპის სამეფო საზოგადოების ნაწილად გახდო. ბოსკამპის მეურვეობის პერიოდში ზოფიამ პირველად გაიცნო იოზეფ დე ვიტი, პოლონელი არისტოკრატი, რომელიც ასევე ჰოლანდიური წარმოშობის იყო.
სოფიაში შეყვარებულმა მან მოახერხა და 1779 წელს ცოლად შეირთო იგი. და ისინი დაბრუნდნენ მის მშობლიურ პოლონეთში, სადაც კამიანეცინის მახლობლად დასახლდნენ. რაც ახლა დასავლეთ უკრაინის ნაწილია, მაგრამ მაშინ პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის აღმოსავლეთ პერიფერიაზე მდებარეობდა. აქ იოსების მამამ საუკუნის დასაწყისში შექმნა ძალაუფლების ბაზა, რის შედეგადაც დევიდები პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა გახდნენ. 1791 წელს ახალგაზრდა წყვილმა ევროპის დედაქალაქებში დიდი ტური დაიწყო. ვარშავიდან დაწნებული, ისინი დასავლეთისკენ გაემგზავრნენ ბერლინის, ვენის, ვენეციის, რომისა და პარიზის არისტოკრატიულ კარზე სტუმრობისთვის. სწორედ ამ მოგზაურობის დროს ევროპაში ზოფია პირველად მოხვდა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ ზოფია უბრალო ოჯახიდან იყო და არ ჰქონდა გამოცდილება ევროპის არისტოკრატიულ კარებში, მათი მთელი ფორმალობითა და პომპეზურობით მან კარგად შეეგუა ახალ გარემოს. ის მალე დაფასდა თავისი მომხიბვლელობით და სახელგანთქმული გახდა სილამაზით, ხოლო საინტერესოა, რომ ცნობილი გახდა ფრაზით „თვალები მტკივა“. იმის გამო, რომ ზოფია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კურტიზანად იქცა და მისი სახელი სულ უფრო ფართოდ გავრცელდა, ამ პერიოდში ვხედავთ, რომ ის იწყებს პორტრეტებისთვის პოზირებას, რაც შემდეგი მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდა. მათგან ყველაზე ცნობილი საუკუნის მიჯნაზე შეიქმნა გერმანელი მხატვრის იოჰან ბაპტისტ ფონ ლამბი უფროსის მიერ. როდესაც ისინი კონტინენტზე მოგზაურობდნენ, ზოფიამ ასევე დაამყარა სექსუალური ურთიერთობები არაერთი არისტოკრატიული კარის გამოჩენილ წევრებთან, რომლებსაც ისინი სტუმრობდნენ. ეს ყველაფერი ფიქს მიაღწია პარიზში, სადაც ჭორების მიხედვით მას რომანი ჰქონდა არა ერთ, არამედ ლუი მე-16-ის ორ ძმასთან. ესენი იყვნენ ლუი სტანისლას ქსავიე, რომელიც ერთ დღეს თავადაც გახდებოდა საფრანგეთის მეფე, როგორც ლუი მე-18, 1814-დან 1822 წლამდე და შარლ ფილიპი, მომავალი შარლ მე-10, საფრანგეთის 1822-დან 1830-დე, 30 წლამდე. ზუსტად რა დაძაბულობა გამოიწვია ამ რომანებმა სოფიასა და მის ქმარს შორის, ბოლომდე ნათელი არ არის. თუმცა იოსებმა აუცილებლად უნდა იცოდა თავისი ცოლის მრავალგზის ღალატის შესახებ. იმდენად ბევრი იყო ისინი 1780-იან და 1780-იან წლებში. ანალოგიურად, ასევე არ არის ნათელი, რა დაძაბულობა გამოიწვია მისმა რომანებმა იმ სამეფო კარზე, რომელსაც დევიდები სტუმრობდნენ. ალბათ გასაკვირი არ არის, რომ თავისი თავაშვებულობის გათვალისწინებით, სოფიამ 1791 წლის ბოლოს პარიზში ოფნისას ვაჟი გააჩინა. არ არის ნათელი, იყო თუ არა ბავშვი, გამარჯვებულის შვილი, თუ არა ლეგიტიმური და სავსებით შესაძლებელია, რომ თავად სოფიასაც არ ქონოდა ამაში სრული დარწმუნება. ამგვარად, სწორედ საეჭვო წარმომავლობის ჩვილთან ერთად დაბრუნდნენ დევიდები პოლონეთში 1782 წელს, ავსტრიის არქიდუკის მიწებზე გავლით დაბრუნებისას. დევიდები დაბრუნდნენ იოსების საგვარეულო სახლში, კამიანეთში, სადაც მან 1785 წელს, მამის შემდეგ, რეგიონის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. ამგვარად, 1780-იანი წლების შუა პერიოდში, ზოფია კლავონი, საქონლის კატაუმერგენტის ქალიშვილი თურქეთიდან, ფაქტობრივად აღმოსავლეთ პოლონეთისა და დასავლეთ უკრაინის საზღვრის რეგიონის მთავრობაში ყველაზე გამორჩეულ ქალბატონად იქცა. თუმცა, მისი ყველაზე სკანდალური კავშირი ჯერ კიდევ წინ იყო. 1780-იანი წლების მეორე ნახევარში, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა ფართომასშტაბიანი მოდერნიზაციისა და რეფორმების პერიოდს შეუდგა. ეს საბოლოოდ 1791 წელს ქვეყნის ახალი კონსტიტუციის მიღებით დასრულდა. ეს კონსტიტუცია ხშირად აღწერენ როგორც ევროპის პირველ თანამედროვე წერილობით კონსტიტუციას და რომელიც გარკვეულწილად შეიქმნა შეერთებული შტატების კონსტიტუციის მაგალითზე. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი 1780-იანი წლების ბოლოს თანამეგობრობისთვის იყო მისი საერთაშორისო მდგომარეობა. პოლონეთი ფაქტობრივად გარშემორტყმული იყო მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში, რამდენიმე ბევრად უფრო ძლიერ სახელმწიფოთი. დასავლეთით პრუსიით, სამხრეთ-დასავლეთით ავსტრიით და აღმოსავლეთით რუსეთით. უკვე 1762 წელს ამ სამმა სახელმწიფომ თანამეგობრობას ნაწილი მისი ტერიტორიის წაართვა. 1780-იანი წლების ბოლოს პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობამ ახლა სცადა, რომ შეეჩერებინა შემდგომი ხელყოფა თავისი ტერიტორიების მიმართ, ამ სახელმწიფოებიდან ერთ-ერთთან ან რამდენიმე მათგანთან ალიანსის შექმნით. ეს მცდელობები 1787 და 1788 წლებში რუსეთზე იყო კონცენტრირებული.
როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა პოლონეთ რუსეთის საზღვარზე, იოსებ დე ვიტარი ამ მოლაპარაკებებში გამორჩეული პიროვნება იყო. და სწორედ ამ მოვლენების შედეგად ზოფია დაუკავშირდა პრინც გრიგორი პოტიომკინს. პრინც გრიგორი ალექსანდროვიჩ პოტიომკინი იყო რუსის სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო სარდალი, რომელიც ზოფიასთან შეხვედრის დროს თავის 50 წელს უახლოვდებოდა. ის დაიბადა საშუალო ფენის რუსულ ოჯახში და ახალგაზრდობიდანვე შევიდა სამხედრო სამსახურში. როგორც ოფიცერი სანქტ-პეტერბურგში, ის 1762 წელს გამოირჩა გადატრიალებაში მონაწილეობით, რომელმაც რუსეთის ტახტზე დედოფალი ეკატერინე აიყვანა, საკუთარი ქმრის, ცარ პეტრე მესამის დამხობით. პოტიომკინი ცნობილი გახდა 1760-იანი წლების ბოლოსა და 1770-იანი წლების დასაწყისში. 1768-დან 1774 წლამდე რუსეთ-თურქეთის ომში თავისი როლით. ამ ომის განმავლობაში რუსეთმა დიდი ტერიტორიები შეიძინა ტვირიმისა და მოლდოვის გარშემო. ამის შემდეგ 1770-იან წლებში ის ეკატერინეს საყვარელი გახდა და თავისი სამსახურისთვის ჯილდოდ რუსეთის იმპერიის პრინცის ტიტული მიიღო. თითქმის უდაოა, რომ მან და ეკატერინემ საიდუმლოდ იქორწინეს 1780-იანი წლების დასაწყისში ან შუაში. თუმცა ეს საიდუმლო მკაცრად იყო დაცული. ამგვარად, გრიგოლის პოზიცია რუსეთში უფრო მაღალი იყო, ვიდრე მაშინდელი თანამედროვეების უმეტესობას ეგონი. ის ასევე მსახურობდა სამხრეთის პროვინციების გუბერნატორად, რომლებიც ურალის კიდეებიდან სამხრეთ-დასავლეთით ყირიმის, შავი ზღვისისა და კასპიის ზღვის სანაპიროებამდე ვრცელდებოდა. მისი მუდმივი როლი ამ რეგიონში ზოფიასთან დააკავშირებდა მას. მათი შეხვედრის უშუალო მიზეზი დაკავშირებული იყო როგორც პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებთან, ასევე მათ შორის კავშირის მცდელობასთან 1780-იანი წლების ბოლოს. და 1787 წელს რუსეთისა და ოსმალეთის თურქეთის იმპერიას შორის განახლებული ომის დაწყებასთან. ომი ოსმალებმა წამოიწვეს, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ რუსეთის გამარჯვებით 15 წლის წინანდელ კონფლიქტში და რუსეთის მიერ ყირიმის სრულად მიერთებით 1783 წელს. ეხლა 1787 წელს ახალი ბრძოლები დაიწყო. ბრძოლების დიდი ნაწილი სამხრეთ უკრაინაზე, მოლდოვასა და პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებზე კონცენტრირდებოდა, სადაც რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიას სახმელეთო საზღვარი ჰქონდათ. ქამენაცის ომის ფრონტთან სიახლოვის გამო, დევიტები აქტიურად მონაწილეობდნენ პოლონეთის ომზე რეაგირებაში. თურქული წარმოშობის გამო, ზოფიას არაოფიციალურად დაევალა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობას. რუსეთსა და თურქებს შორის სამკუთხედი დიპლომატიური ურთიერთობების დიდი ნაწილის მართვა კონფლიქტის განმავლობაში. რუსეთ-თურქეთის ომი საბოლოოდ 1792 წელს დასრულდა. ოსმალები ფაქტობრივად დამარცხდნენ და იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ რუსეთის დომინირება ყირიმის რეგიონზე. თუმცა პოტიომკინი ვერ მოესწრო ომის დასრულებას. 1791 წლის 16 ოქტომბერს პოტიომკინი გარდაიცვალა კამპანიის დროს თანამედროვე ვონდოეს მიდამოებში, ჩრდილოეთ რუმინეთში. მისი სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით მრავალი თეორია არსებობს. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ის მოწამლეს. თუმცა, მისი გარდაცვალების ყველაზე სავარაუდო მიზეზი ბრონქული პნევმონიით გამოწვეული ავადმყოფობა იყო. ზოფიას ურთიერთობა პოტიომკინთან, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გრძელდებოდა მისი გარდაცვალების დროს. თუმცა ეს ყველასთვის ცნობილი იყო. 1791 წლის დასაწყისში მან პრინცთან ერთად იმოგზაურა სანქტ-პეტერბურგში და იქ ყოფნისას ის ღიად წარუდგინეს რუსულ მაღალ საზოგადოებას, როგორც პოტიომკინის საყვარელი. მისი გარდაცვალების შემდეგ ზოფია რუსულ საზოგადოებაში მონაწილეობას ჩამოშორდა და კვლავ პოლონეთში დაბრუნდა. ზოფიას ცხოვრების მოგვიანო პერიოდზე ნაკლებია ცნობილი. 1786 წელს პოლონეთში დაბრუნების შემდეგ ზოფიამ განქორწინდა თავის მეუღლეს, იოზეფ დე ვიტს. შემდეგ 1789 წელს ზოფიამ იქორწინა სტანისლავ თენცნეი-პოტოლსკიზე, რომელიც იყო პოლონეთის მაღალი წოდების არისტოკრატი და პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის მნიშვნელოვანი სამხედრო სარდალი. ამ ქორწინებიდან მოდის მისი ყველაზე ცნობილი გვარი, პოტოლსკა. ზოფიას მეორე ქორწინება, როგორც ჩანს, დროებით უფრო სტაბილური იყო ვიდრე მისი პირველი. 1798 წელს მას შეეძინა ვაჟი, სახელად ალექსანდრე. მისი დაბადების თარიღი მიუთითებს, რომ ზოფია სტანისლავზე დაქორწინებამდე უკვე ორსულად იყო
და მათი ქორწინება მხოლოდ იმიტომ გადაიდო, რომ სტანისლავი ადრე იყო დაქორწინებული და ზოფიაზე ქორწინებამდე განქორწინება უნდა მიეღო. 1800 და 1805 წლებში კიდევ 2 ვაჟი და 2 ქალიშვილი შეეძინათ. თუმცა ზოფია ამ წლების განმავლობაში რამდენიმე ქორწინების გარეშე ურთიერთობაში აგრძელებდა მონაწილეობას. კიდევ უფრო საკამათო კი ის იყო, რომ მისი ქმარი 1800-იანი წლების დასაწყისში სულ უფრო მეტად ერთვეგოდა პოლონეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებებში. საბოლოოდ ამან გამოიწვია მის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებები, რის გამოც მან 1804 წელს პოლონეთიდან გაქცევა გადაწყვიტა. ის გარდაიცვალა მომდევნო წელს გადასახლებაში, რის შედეგადაც ზოფია დარჩა ქვრივი 5 პატარა შვილით. მან მოაწყო ისე, რომ გარდაცვლილი მეუღლის თითქმის მთელი ქონება მის სახელზე გადმოეწერა მისი გარდაცვალების შემდეგ. შედეგად 1800-იანი წლების მეორე ნახევარში და მთელი 1810-იანი წლების განმავლობაში მან შეძლო პოლონეთში თავისი 5 შვილის აღზრდა და შედარებით კომფორტული ცხოვრება. ზოფია პოტოცკა გარდაიცვალა 1822 წლის 24 ნოემბერს. რამდენიმე თვით ადრე ის დაავადდა და გაემგზავრა პრუსიის დედაქალაქ ბერლინში, რათა მიეღო უფრო განვითარებული სამედიცინო დახმარება, ვიდრე იმ დროს პოლონეთში იყო შესაძლებელი. სწორედ იქ გარდაიცვალა ის 1822 წლის ნოემბერში. საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში სილამაზით ცნობილი, მის სილამაზეს დღესაც ამტკიცებს რამდენიმე შემორჩენილი პორტრეტი. მისი ცხოვრება ალბათ ყველაზე საინტერესოა იმით, რომ აჩვენებს, რამდენად გავრცელებული იყო თავშობილობა, თუნდაც მაღალი სტატუსის ქორწინებებშიც კი, რომლებიც დომინირებდნენ ევროპის არისტოკრატიულ კარზე ანციენ რეჟიმის დასასრულს. თუმცა, სწორედ მისი ურთიერთობა პოტიომკინთან არის მიზეზი იმისა, რომ დღეს იგი ძირითადად ამით არის ცნობილი. ემი ლაიონი დაიბადა მჩედლის ოჯახში, სვან კოლეჯში, ჩეშირში, ინგლისში, 1765 წლის გაზაფხულზე. შემდეგ მან მიიღო ემა ჰარტის სახელი, დაქორწინდა სერ უილიამ ჰამილტონზე, ბრიტანეთის ელჩზე ნეაპოლის კარზე, სამხრეთ იტალიაში. და მოგვიანებით გახდა ჰორაციო ნელსონის საყვარელი, რომელიც ბრიტანეთის მთავარი საზღვაო სარდალი იყო ნაპოლეონის ომების დროს. და მათი ურთიერთობა მოგვიანებით სკანდალს გამოიწვევდა ბრიტანულ საზოგადოებაში მე-19 საუკუნის დასაწყისში. ქალი, რომელიც მოგვიანებით ბრიტანეთსა და ევროპაში რომანტიზმის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ცნელაზე ცნობილ ლამაზმანად იქცეოდა, დაიბადა სვან კოტეჯში, ნესტონის მახლობლად, ჩეშირში, ინგლისში, 1765 წლის 26 აპრილს. მისი მამა იყო ჰენრი ლიონი, მჭედელი, რომელიც სამწუხაროდ ემას დაბადებიდან 7 კვირის შემდეგ გარდაიცვალა. ემას ოჯახი შედარებით ღარიბი იყო, ხოლო მამის ნაადრევმა გარდაცვალებამ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა, რის გამოც ემას სხვა გზა არ ჰქონდა და ახალგაზრდობაში მუშაობა დაიწყო. ეს მოხდა მის ადრეულ მოზარდობაში, რაც საკმაოდ გავრცელებული იყო ინდუსტრიული ეპოქის დასაწყისის ბრიტანეთში, საყოველთაო დაწყებითი განათლების შემოღებამდე. 12 წლის ასაკში ის უკვე მოახლედ მუშაობდა და მალევე ლონდონში გადავიდა. შემდეგ წლებში მას სხვადასხვა სამუშაოზე მუშაობდა. თინეიჯერობის წლებში მან სახელი შეიცვალა და ემმა ჰარტი დაირქვა. შემდეგ კი დაიწყო ურთიერთობა ჩარლზ გრევილთან, ბრიტანელ ანტიკვართან და პარლამენტის წევრთან 1764-დან 1780-მდე წლებში. მათი ურთიერთობა 4 წელი გაგრძელდა. ამ პერიოდში ემმას ასევე მიაწერენ მუშაობას თერადოვანი შოუმენისა და შარლატანის, ჯეიმს გრეჰემისათვის. 1785 წელს გრევილმა დაასრულა ხანგრძლივი ურთიერთობა და ემმა თავის ბიძასთან, სერ უილიამ ჰამილტონთან გაგზავნა, რომელიც იმ დროს ბრიტანეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო ნეაპოლის კარზე. ემმა იქ 1786 წელს ჩავიდა. შემდეგ ემმა 1791 წელს ჰამილტონზე დაქორწინდა და როგორც 25 წლის ქალი ნეაპოლის კარზე მასპინძელი გახდა. აქ მან ევროპის მრავალი წამყვანი ლიტერატურული ფიგურა გაიცნო და ასევე გახდა მრავალი პორტრეტის თემა, მათ შორის იმ დროის ცნობილი პორტრეტისტების, როგორიც იყვნენ კევინ ჰამილტონი, ელიზაბეთ ვიჯელე-ბრენი და ანჯელიკა კაუფმანი. ეს პორტრეტები ემმას კლასიკური და მითოლოგიური პორტრეტების სტილში ასახავდა. ხშირად გამოსახავდა ისეთ ფიგურებს, როგორიცაა მედეა, არიადნე და კლეოპატრა და ამან დაიწყო მისი სახელის გავრცელება მთელ ევროპაში. განსაკუთრებით ცნობილი გახდა ჯეიმს გილრეის მიერ ემმას გამოსახულება,
თუმცა, მხოლოდ მხატვრული ნამუშევრებისთვის მოდელად ყოფნის გარდა, ემამ შეძლო თავისი მიბაძვის ნიჭი და ეპოქის გენდერული აღქმა საკუთარი სარგებლისთვის გამოეყენებინა. ის მაგალითად შესანიშნავი მასპინძელი იყო, რომელსაც შეეძლო გავლენიანი მამაკაცების მოხიბლა. ამას მნიშვნელოვანი როლი ექნებოდა მის შემდგომ ურთიერთობაში ჰორაციო ნელსონთან. ემას ცხოვრება ნეაპოლის კარზე 1780-იანი წლების შუა პერიოდიდან 1790-იანი წლების ბოლომდე ვითარდებოდა იმ დროს, როდესაც ევროპაში დიდი პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობდა. 1789 წელს საფრანგეთში რევოლუციამ დაამხო მეფე ლუი მე-16-ის მონარქიული მთავრობა. შემდეგ წლებში ეს პროცესი გამძაფრდა და საბოლოოდ 1793 წელს ფრანგული რევოლუციური მთავრობის მიერ ლუის სიკვდილით დასჯამდე მივიდა. შედეგად, საფრანგეთის რესპუბლიკა თითქმის ყველა ევროპული დიდი სახელმწიფოს პოლიტიკური მტერი გახდა, რომლებიც ძლიერ შეშფოთებულნი იყვნენ იმ იდეით, რომ საფრანგეთში მიღებული რევოლუციური პრინციპები მათ საკუთარ პოლიტიკურ მდგომარეობას დაარღვევდა. შესაბამისად, 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის დაწყების შემდეგ, საფრანგეთი მუდმივად ომში აღმოჩნდებოდა ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ავსტრია, პრუსია, რუსეთი და განსაკუთრებით ბრიტანეთი. ამ კონტექსტში ჩავიდა ჰორაციო ნელსონი, ნეაპოლის ბურბონების კარზე 1793 წელს. იმ დროისთვის ნელსონი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის წამყვანი ადმირალი იყო, რომელსაც ხმელთაშუა ზღვაში არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა. თავისი კარიერა მას მძიმედ ვირთა დაწვა. კორსიკასთან ბრძოლისას ნეაპოლში ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე ერთ თვალში დაბრმავდა. როგორც ამ წლებში გამორჩეული ლიდერი, ნელსონის ამოცანა 1793 წლის შემოდგომაზე იყო გაერთიანებინა გაძლიერება საფრანგეთსა და ევროპულ ძალებს შორის განახლებული კონფლიქტისთვის. ეს მხოლოდ ადრეული ეტაპი იყო იმაში, რაც შემდგომში ფართო ხმელთაშუა ზღვის კამპანიად იქცა. 1793-დან 1796 წლამდე ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტსა, რომელიც იტალიის პორტებში იყო განლაგებული, და საფრანგეთის რევოლუციურ ფლოტს შორის ტულონში, სამხრეთ საფრანგეთში, გრძელვადიანი საზღვაო ბრძოლების სერია გაიმართა. ამ გახანგრძლივებულ საზღვაო ოპერაციაზე იყო დამოკიდებული, ვინ მოიპოვებდა კონტროლს იტალიის ნახევარკუნძულზე. ამ მისიამ ასევე ნელსონის შეხვედრამდე მიიყვანა ლედი ემა ჰამილტონთან. ემა პირველად ნელსონს სამხრეთ იტალიაში ჩასვლისთანავე გააცნეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ის ნეაპოლის კარზე ბრიტანეთის ელჩის, სერ უილიამ ჰამილტონის, ანუ ლორდ ჰამილტონის ცოლი იყო. ემა მხოლოდ დაქორწინებული არ იყო, ნელსონიც დაქორწინებული იყო, რადგან 1797 წელს ფანი ნიზბეტზე იქორწინა. ფანი ერთგული ცოლი იყო და მაშინ როცა ლორდ ჰამილტონი მალე შეეგუა ლედი ემასა და ნელსონის რომანს, ადმირალის ცოლი ამას არასდროს შეეგუა. ლედი ჰამილტონსა და ადმირალ ნელსონს შორის მიზიდულობა სწრაფად გახდა აშკარა. ჰამილტონებმა ნელსონს თავიანთ ოფიციალურ რეზიდენციაში დარჩენა შესთავაზეს, სანამ ის ნეაპოლში იმყოფებოდა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ბრიტანეთის ძალისხმევისთვის მხარდაჭერას ეძებდა. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ის წავიდა, აშკარა იყო, რომ წყვილმა ერთმანეთზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. იქ შეიძლებოდა ეს ამბავი დასრულებულიყო, მაგრამ 5 წლის შემდეგ ნელსონი ისევ ნეაპოლში აღმოჩნდა. ამ დროისთვის ფრანგები სულ უფრო ძლიერდებოდნენ კონტინენტურ ევროპაში, რომელსაც სამხედრო თვალსაზრისით ხელმძღვანელობდა ბრწყინვალე გენერალი, სახელად ნაპოლეონ ბონაპარტი, ადამიანი, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთის იმპერატორი გახდა. თუმცა, მაშინ როცა ბონაპარტი ხმელეთზე დომინირებდა, ნელსონი იმ დროის უდიდესი საზღვაო სარდალი იყო, რაც განსაკუთრებით გამოკვეთა მისმა გრანდიოზულმა გამარჯვებამ ფრანგებზე ნილოსის ბრძოლაში 1798 წლის აგვისტოში. სწორედ მაშინ, როცა ხმელთაშუა ზღვით ბრუნდებოდა უკან, ნეაპოლში გაჩერდა 1798 წლის სექტემბრის ბოლოს. ლედი ჰამილტონი ნამდვილად შეიძლება შეძრწუნებულიყო ნელსონის შეცვლილი გარეგნობით. მას პირველი ვიზიტის შემდეგ მარჯვენა ხელი ჰქონდა დაკარგული და ზღვაში გატარებულმა წლებმა ნაადრევად დააბერა. ჰამილტონებმა ნელსონი ნეაპოლში თავის სტუმრად მიიღეს და მალე სრულფასოვანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა 33 წლის ემასა და 40 წლის ადმირალ ნელსონს შორის. ლორდ ჰამილტონმა, ალბათ მრავალი მიზეზის გამო, რომლებიც ბოლომდე ნათელი არ არის, გადათქვიტა თვალი დაეხუჭა თავისი ცოლის ღალატზე, მათ სახლში მსხორებ სტუმართან. როგორც ჩანს, ჰამილტონი უნაყოფო იყო და ემასთვის შვილის არმიცემის გამო დანაშაულის გრძნობამ შეიძლება ხელი შეუწყო მის ბზად ყოფნას, რომ ცოლისთვის რომანი დაეშვა. 1798 წლის ნოემბერში ბრიტანულ გაზეთებს უკვე მიუღწევდათ ინფორმაცია ნელსონის რომანის შესახებ იტალიაში. ამის შემდეგ ლედი ემა და მისი უკვე ცნობილი საყვარელი ინგლისში მედიის მუდმივი ყურადღების ობიექტები გახდნენ.
მათი ზოგიერთი ქმედება უბრალოდ ჩვეულებრივ ინტერესს იწვევდა, მაგრამ ბრიტანეთის მაღალი საზოგადოების უმეტესობა შეძრწუნებული იყო. ეს აკვიატება ამ წყვილზე მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდებოდა, რადგან როგორც ისინი, ასევე ლორდი ჰამილტონი ინგლისში დაბრუნდნენ. 1789 წელს ნეაპოლში სახალხო აჯანყება მოხდა, რაც საბოლოოდ ნაპოლეონის მიერ იქ ახალი ფრანგული სამეფო ოჯახის დამყარებას გამოიწვევდა. ამ მოვლენების მიმდინარეობისას ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანული საზოგადოების მრავალი წევრი, რომლებიც იქ 1780-იანი წლების საფრანგეთთან პერიოდული ომების დროს გაჩნდნენ, დაბრუნებას ბრიტანეთში იწყებდნენ. როდესაც ისინი ლონდონში 1800 წლის ნოემბერში ჩავიდნენ, მაშინვე გაჩნდა დაძაბულობა ნელსონს, მის საყვარელსა და ლორდ ჰამილტონს ერთ მხარეს, ხოლო ნელსონის ცოლსა და მის ფართო ოჯახს მეორე მხარეს შორის. რომანი ყველასთვის კარგად იყო ცნობილი მანამდე, სანამ ისინი ბრიტანეთში დაბრუნდებოდნენ, მაგრამ სამეულის ფაქტობრივმა ფიზიკურმა ყოფნამ ინგლისში ისეთი დაძაბულობა შექმნა, რომელსაც ახლა ვეღარ ადვილად უგულებელ ყოფდნენ. ეს კიდევ უფრო გამწოვდა, როდესაც ნელსონის ცოლმა, ფენიმ, სწრაფად გააცნობიერა, რომ ლედი ემა ნელსონის შვილით იყო ორსული. ემას ქმრის ლორდ ჰამილტონისგან განსხვავებით, ფენი არასოდეს დათანხმდებოდა ამ რომანს საკუთარი ნებით. შვიდობის შესანარჩუნებლად, ნელსონი ცოლთან და ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო ჰამილტონები ლონდონის სხვადასხვა მისამართზე ცალკე ცხოვრობდნენ. თუმცა, როდესაც ფენიმ ნელსონს ულტიმატუმი წაუყენა, რომ აერჩია ან ის, ან ლედი ემა, ამან მისი გადაწყვეტილება დააჩქარა. 1801 წელს აქტიურ საზღვაო სამსახურში დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე, მან ფენისთან ოფიციალური განშორების პროცედურა დაიწყო, რაც მე-19 საუკუნის დასაწყისში ბევრად უჩვეულო საქციელი იყო, ვიდრე თანამედროვე ეპოქაში. გარდა ამისა, 1801 წლის იანვრის ბოლოს ნელსონსა და ემას ქალიშვილი შეეძინათ. მან ჰორატია დაარქვეს. ამ დროისთვის, როდესაც ნელსონი საზღვარგარეთ აქტიურ საზღვაო სამსახურში იმყოფებოდა, ემამ დაიწყო ინგლისის მაღალი საზოგადოების მოხიბლა, რათა საზოგადოებრივი აზრი თავისა და ნელსონის საქმის სასარგებლოდ მოეგო. საინტერესოა, რომ ეს შესაძლოა კიდევ უფრო გაეზარდა ლონდონის ჭორების ტალღა. ერთ-ერთ სოციალურ ღონისძიებაზე უელსის პრინცი, მომავალი მეფე გიორგი მეოთხე, მოხიბლული დარჩა ლედი ემათი, თუმცა მისი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. იმ შემოდგომაზე ემას რჩევით, ნელსონმა მოაწყო მერტონ პლეისის, უიმბლდონში მდებარე სახლის შეძენა, სადაც ისინი ერთად ცხოვრობდნენ, ხიად. ლედი ემა, ლორდი ჰამილტონი და ადმირალი ნელსონი მისი ინგლისში დაბრუნების შემდეგ. როდესაც ამიანის ხელშეკრულებამ 1802 წლის მარტში ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ომი კვლავ დაასრულა, თუმცა მოკლევადიანად. ლორდი ჰამილტონი 1803 წლის აპრილში გარდაიცვალა, რამაც საბოლოოდ შეამცირა კრიტიკა, რომელსაც ლონდონის საზოგადოება კვლავ გამოთქვამდა იმ მენაჟად რუას მიმართ, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. მაგრამ ლედი ემა და ადმირალი ნელსონი ვერ შეძლებდნენ უფრო ტრადიციული ქორწინების ურთიერთობით თქმობას, რადგან ლორდ ნელსონი ჰამილტონს მხოლოდ 2 წლით გადააცილა სიცოცხლით. ნელსონი, ადამიანი, რომელმაც საზღვაო კარიერის განმავლობაში იმდენი დაზიანება მიიღო, საბოლოოდ ერთ-ერთს 1805 წელს ემსხვერპლა. ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მშვიდობა ამიანის ხელშეკრულების შემდეგ მხოლოდ 1 წელი გაგრძელდა. 1803 წლის მაისში დაიწყო ის, რასაც ჩვეულებრივ მესამე კოალიციის ომს უწოდებენ, სადაც ბრიტანეთი, რუსეთი, შვედეთი და ავსტრია გაერთიანდნენ საფრანგეთისა და მისი ევროპული სატელიტი სახელმწიფოების, მათ შორის იტალიისა და ესპანეთის წინააღმდეგ. ამ განახლებული კონფლიქტის თარგლებში ნაპოლეონის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია იყო ბრიტანეთში შეჭრის მცდელობა. მაგრამ ამისთვის მას სჭირდებოდა ფრანგული ფლოტის, რომელიც ძირითადად ხმელთაშუა ზღვაში იყო განლაგებული, გიბრალტარის სრუტეში გავლა და ჩრდილოეთით ინგლისის არხში შესვლა. როდესაც ეს 1805 წელს სცადეს, ნელსონს დაევალა ამ ოპერაციის აღკვეთა. 21 ნოემბერს ბრიტანეთის სამეფო ფლოტმა, რომელსაც ნელსონი ხელმძღვანელობდა, ტრაფალგართან, ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, დაამარცხა გაერთიანებული ფრანგულ-ესპანური ფლოტი. ეხლა ვეღარანაირი ფრანგული ჯარი ვერ გადავიდოდა საფრანგეთიდან ბრიტანეთში, მაგრამ ნელსონის ყველაზე ბრწყინვალე გამარჯვება მისი უკანასკნელი იყო. შებრძოლების დროს ის მძიმედ დაიჭრა და მხოლოდ 3 საათის შემდეგ გარდაიცვალა. ემა თავზარდაცემული იყო, როდესაც ეს ამბავი ინგლისში მივიდა. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში მწუხარებისგან საწოლს მიეჯაჭვა, მაგრამ საბოლოოდ ნელსონის ანდერძის საკითხი უნდა მოგვარებულიყო. ბრიტანეთის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა, რომ ლედი ემა მაქსიმალურად გამოეყვანა თამაშიდან.
ადმირალის ქონების გაყოფისას და ნელსონის სურვილის მიუხედავად, რომ მისი მიწები და სიმდიდრე სამართლიანად და თანაბრად გაყოფილიყო ემასა და მის კანონიერ ოჯახს შორის, ეს სურვილი უგულებელყვეს. ემამ მიიღო 2000 ფუნტის გადახდა, მერტონის სახლი და 500 ფუნტის ძლიური შემოსავალი. მაგრამ მერტონის შენახვის ხარჯი ამ ძლიურ შემოსავალზე ბევრად მეტი იყო. ამიტომ მალე ფინანსურ სირთულეებში აღმოჩნდა. გარდა ამისა, 500 ფუნტის ძლიური გადახდა ნელსონის ოჯახთან დამატებითი სამართლებრივი დავის საგანი გახდა. შედეგად 1808 წლისთვის მას 15000 ფუნტზე მეტი ვალი ჰქონდა, ხოლო მერტონის გატირვის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. მთელი ამ ეპიზოდის კულმინაცია მხოლოდ 1812 წელს დადგა, როდესაც ლედი ჰემილტონი მოკლევადიანად დააპატიმრეს მისი უზარმაზარი ვალების გადაუხდელობისგან. შემდეგ წლებში ჯანმრთელობის პრობლემების მთელი სერია მოხდა. ბოლოს მეგობრებმა გარკვეული თანხა შეაგროვეს, რამაც ლედი ემა და მისი ქალიშვილი ჰორადია საფრანგეთის ქალაქ კალეში გაქცევაში დაეხმარათ. თუმცა ის აქვე გარდაიცვალა მხოლოდ 1 წლის შემდეგ, 59 წლის ასაკში, რადგან ცხოვრების ბოლოს სულ უფრო მეტად დაემორჩილა ალკოჰოლიზმსა და სიმსუქნეს. ტრაგიკული დასასრული ქალისთვის, რომელიც ოდესღაც მთელ ევროპაში იყო ცნობილი თავისი სილამაზის პორტრეტებით. თუმცა ის დღესაც კარგად ახსოვთ, რადგან მე-20 საუკუნეში მასზე არაერთი წიგნი, სიმღერა და ფილმი შეიქმნა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1973 წლის ფილმი ნაციის ძიება, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ გლენდას ჯექსონი და პიტერ ფინჩ, ასევე სიუზენ სონტაგის 1992 წლის რომანი ვულკანის მოყვარული. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს ამ საიდუმლოებებზე. იმედი მაქვს საინტერესო იყო თქვენთვის. კომენტარებში დაწერეთ, რას ფიქრობთ პირდაპირ ეთერზე. თუ გაქვთ რაიმე წინადადება, ისიც დაწერეთ ქვემოთ კომენტარებში. გსურთ მეტი კომპილაცია, თუ გირჩევნიათ იყოს მხოლოდ თვეში ერთხელ. მოკლედ, კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი და იმედი მაქვს, რომ გამოწერილი გაქვთ არხი და ჩართული გაქვთ შეტყობინებები, რომ ჩემი ყველა ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ავტვირთ. მოკლედ, ეს იყო ყველაფერი ჩემგან, ასე რომ მომავალ დავიწყებულ ცხოვრებებში ისევ გნახეთ. გმადლობთ.